კონკრეტულად მე-9 საათზე ნათი ალაზაშვილთან ერთად საღამო მშვიდობის რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. ჯობია მე მითხრათ, რომ ეხლა დავიყოთ პროკურორს მიცეთ მაგ ჩვენებას იგივეს და ჯობია მელაპარაკოთ თქვენ თავდარსაცდას. ოჯახის ლიკვიდაციის მუხარით დაწერილი ჩვენებები, როგორ აღიარებინეს დაკავებულებს დანაშაული მუხროვანის საქმეზე. ესეც კი მითხრათ, შვილი გიყვარს? და ჩემგან ასეთი პასუხი იყო, შვილი ვის არ უყვარს? ხოდა ჩვენი გითხარით და დანარჩენი შენიც. ვეუბნებოდნენ რომ მოაწერე ხელი გავუჩე, არ მოაწერე და ბავშვი მოკვდება გავუჩე. დეტალები, რომელზეც სამხედროები პირველად მე-9 არხთან საუბრობენ. თვითონ რამე ხამაღალი მაჩვენებელს იარაღის პისტოლეტი გამითავი და სახელმწიფო მე. ამ ყველაფერს ვიტყვი, დავასახელე მაღალჩინოსანს სასამართლოზე. ერთ კვირაში ორჯერ გადაფორმებული ტელევიზიები. ის ფული 500,000 ლარი, რაც გადაიხადეს მისი აქციების 40%-ის შესაძენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმბოლური თანხა იყო. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ნაყიდი რუსთავიორისა და მზისწილი გაყიდა. მინისტრების ცვლილებებს მოყვებოდა ხოლმე მესაკუთრეების ცვლილება და ჟურნალისტებსაც კი ნიშნავდნენ ამის იქიდან, პრეზიდენტის ოფისიდან. თბილისის საკუთარი უსაფრთხოების სამსახური ეყოლება. რა ეჭვებს უჩენს საკრებულოს ოპოზიციას გიგი უკულავას გადაწყვეტილება. ეს არ არის სამსახური, რომელსაც კანონის შესაბამისად, რომლის თანამშრომლებსაც აქვთ იარაღის ტარების უფლება. მათ სამსახურს ეკნება თუ არ ეკნება იარაღის ტარების უფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ამ სამსახურში დასაქმებულ პირებს არ ეკნებათ ეს უფლება. მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხის უცნობი დეტალები მე-9 არხის ოფიცრები და კაპრალები მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ უყვებიან. როგორ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარებითი ჩვენებები 3 წლის წინ. მუქარა ოჯახის წევრებზე დაშინება ბავშვების ფოტოებით, ცემა იარაღის ტარით, ფეხებში სროლა. დაკავებულ სამხედროებს ასეთ პირობებში მოუწიათ მუხროვანის ამბოხებაზე ხელის მოწერა. ჯარისკაცებს პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროების მაღალჩინოსნები პირადად უსწორდებოდნენ. მათ გვარებს სამხედროები სასამართლოში დაასახელებენ. კაპრალი დავით ოქრუაშვილი ერთ-ერთი იყო იმ 10 ჯარისკაც შორის, რომლებიც 2009 წლის 5 მაისს მუხროვანიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. იგი იხსენებს, რომ 10-მე მათგანს მაღალჩინოსნებმა ჯერ პისტოლეტის ტარები ურტყეს, შეშინების მიზნით ესრულეს და შემდეგ თანხმლებ პირებს სასტიკად აცემინეს. დავით ოქრუაშვილი მზად არის ამ მაღალჩინოსანთა გვარები სასამართლოზე დაასახელოს. ამ ყველაფერს ვიტყვი, დავასახელე მაღალჩინოსანს სასამართლოზე, როცა შედგება ეს ყველაფერი გამოძიება დაიწყება, ვიტყვი სასამართლოზე ყველაფერს ვინ ცემა, იმ მაღალჩინოსანის სახელსა და გვარს ვიტყვი. ვლადიმერ გულიკაშვილი მუხროვანის ჯავშან სატანკო ბატალიონის მეორე სატანკო ასეულის მეთაური იყო. 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის ცენტრში მის ტანკს 5 ჭურვი მოხვდა. ცეცხლმოკიდებული საბრძოლო მანქანის დატოვების შემდეგ კი გუნკერდის არეში დაიჭრა, რისთვისაც მოგვიანებით მხედრული მამაცობისთვის ორდენით დააჯილდოვეს. გულიკაშვილი იხსენებს, რომ მუხროვანის საქმეზე მას აღიარებითი ჩვენებისთვის ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. არ მიცოდი ჩვენებას მათ სასიკეთო საჭიროთ. ესეც კი მითხრეს, შვილი გიყვარს? და ჩემგან ასეთი პასუხი იყო, შვილი ვის არ უყვარს? ხოდა ჩვენი გითხარით და დანარჩენი შენიც. მუხარაზე საუბრობს კიდევ ერთი გამოცდილი ტანკისტი, სატანკო ასეულის მეთაური კაპიტანი ილია ღამბარაშვილი. თუ ხელსაყრელ იმათვის ხელსაყრელ ჩვენებას არ მიცემდი, ოჯახის წევრს დააპატიმრებდნენ და ასე შემდეგ. რეინჯერთა ბატალიონის სერჟანტი გოჩა ყველაიძე მოდულის შენობაში დაკითხვის დეტალებს იხსენებს. სურათი დამიდვეს ბავშვის, მითხრეს თუ მოაწერ ხელს თავიანთი ხელსაყრელს ჩვენებაზე, მოვაწერ თუ არა და ბავშვის ლიკვიდაციაზე მემუქრებოდნენ. დადგმულ სპექტაკლს უწოდებს 2009 წლის მაისის მუხროვანის ეგრეთ წოდებულ ამბოხს რეინჯერთა ბატალიონის შტაბის უფროსი ზაზა მუშკუდიანი. მე მგონია ეს არის უნიჭო სცენარისტების მიერ დადგმული ძალიან ცუდი სპექტაკლი, რომელსაც სამწუხაროდ შეეწირა უამრავი ხალხის თავისუფლება, იმ სამხედროების, ოფიცრების, ჯარისკაცების, იმათი ოჯახის წევრების შესაბამისად. ლაფი მიეცხა შეიარაღებულ ძალებს. ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული ბოლომდე. ერთხელ და სამუდამოდ, რომ ყველას გაუქრეს ილუზია აი ახლა და აქედან 50 წელიწადში, რომ საქართველოში როდესმე შესაძლებელია მსგავსი რამით რამის მიღწევა. მუხროვანის საქმეში მონაწილე ჯარისკაცები ხელახალ სასამართლოს და სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ. კეზერაშვილის 5-დღიანი მედია მაგნატობა დასრულებულია ვაჭრობის საგანი ისევ რუსთავიორია. სამაუწყებლო კომპანია, რომელიც წლებია ხელიდან ხელში გადადის, ამჯერად ისევ სააკაშვილის მეგობრებს, ყარამანაშვილებს უბრუნდებათ. 4 ოქტომბრის ბიზნეს გარიგება, რომელიც როგორც ჩანს სააკაშვილთან არ იყო შეთანხმებული, ანულირებულია. ამჯერად კეზერაშვილს ახალი ბიზნესიდან მოგება არ დარჩა. რუსთავიორისა და მზისწილი მან ყარამანაშვილების გვარს იმავე ფასად გადაუფორმა, როგორც იყიდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ტელეკომპანიების 5 დღის წინააღმდეგი აქციები გაყიდა. სამეწარმეო რეესტრის 9 ოქტომბრი დათარიღებული დოკუმენტის თანახმად დავით კეზერაშვილმა რუსთავიორის 40%-იანი წილი $900 მილიონ. ტელეკომპანიამ მზის 50%-იანი წილი კი $250,000 გაყიდა. ინტერნეტ პორტალ მედიაჯის ინფორმაციით მყიდველი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი გიორგი ყარამანიშვილია, რომელთან ერთადაც ქვეყნის პირველი პირი კიევში სწავლობდა. თავის მხრივ დავით კეზერაშვილის ჯორჯია მედია კომპანიამ ორივე არხის აქციები ლევან ყარამანიშვილისგან საპარლამენტო არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ ჯამში $750,000 შეიძინა. გამოცემა ლიბერალი შენიშნავს, რომ თავად კეზერაშვილის კომპანია აქციების ყიდვამდე 1 დღით ადრე 3 ოქტომბერს დარეგისტრირდა. კიდევ ერთი ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთი წერს, რომ გიორგი და ლევან ყარამანიშვილები ნათესავები და ამავდროულად ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ბიზნესმენები არიან. ორივენი ერთად კი ცნობილ ბიზნესმენს რეზო შარანგიას უკავშირდებიან ნათესაური და ბიზნეს ინტერესებით. რუსთავიორის შემოსავლებისა და მეწილეების გამჭვირვალობასთან კითხვები აქამდეც ჰქონდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რაც აისახა კიდეც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ არაერთ ანგარიში. ამჯერად პროექტის მენეჯერებს რუსთავიორის აქციების დაბალი ფასი აეჭვებთ. გასულ წელს რუსთავიორის ფინანსურმა ბრუნვამ $39 მილიონი შეადგინა. ის არის უდიდესი ტელეკომპანია საქართველოში და ის ფული $500,000, რაც გადაიხადეს მისი აქციების 40%-ის შესაძენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმბოლური თანხა იყო. ეს არ არის საბაზრო ფასი. თუ თქვენ გინდათ რუსთავიორის აქციების შეძენა საბაზრო ფასად, მაშინ გაცილებით მეტის გადახდა მოგიწევთ. ფინანსურ ასპექტთან ერთად ერთ კვირაში 2 ტელეკომპანიის აქციების ყიდვა-გაყიდვის სავარაუდო პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი. გვახსოვს ხო როგორ ხდებოდა წილების გასხვისება ამ ტელევიზიაში, გაუთავებლად იცვლებოდნენ მესაკუთრეები, მინისტრების ცვლილებებს მოყვებოდა ხოლმე მესაკუთრეების ცვლილება და ჟურნალისტებსაც კი ინიშნავდნენ ლავის იქიდან, პრეზიდენტის ოფისიდან. დავით კეზერაშვილს მეცხრე არხის არც სატელეფონო ზარისა და არც მოკლე ტექსტური შეტყობინებებისთვის არ უპასუხია. შესაბამისად უპასუხოდ დარჩა კითხვა, რა მიზეზით იყიდა და გაყიდა სამაუწყებლო კომპანიების აქციების ნახევარი ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა. თბილისის მერი ცდილობს ფუნქციები გამოაცალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. გიგი უგულავამ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სახელით საკუთარი პოლიცია შექმნა, რომელიც პირადად მას ექვემდებარება. 7 განყოფილება, მათ შორის სწრაფი რეაგირება, ორგანიზაციული უზრუნველყოფა, კონტროლი, მერიის ობიექტებისა და ადმინისტრაციული შენობების დაცვა. ამის გარდა აუცილებლობის შემთხვევაში ახალძალოვან უწყებას მერიის მაღალჩინოსნების დაცვაც ევალება. პოლიციური უფლებებით აღჭურვილი სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მხოლოდ მერის წინაშე. სწორედ გიგი უგულავა ნიშნავს და ათავისუფლებს მის უფროს. თბილისში ნებისმიერ საბავშვო სასრიალოს, ბაღს თუ სკვერს დღესდღეობით დაცვის პოლიცია აკონტროლებს. თუმცა სპეციალურად ამისათვის დღეს გიგი უგულავამ ახალი სამსახური შექმნა. გამარჯობა. როგორ გონია თქვენ ვერ ართმევთ თავს ამ ფუნქციას დღესდღეობით? დაცვის პოლიციელი პრესსამსახურის ნებართვის გარეშე პასუხს არ უცემს. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ბაღის სტუმრებს აქვთ. საკმარისი არიან ეს ბიჭები, მე მგონი აქ 3 არიან. საკმარისი არიან. 3-4 კაცი რომ მორიგეობს და ეს არ არის ჩემი აზრით გამართლებული. დიდი მადლობა. კამერებიც საკმარისია რა. გიგი უგულავას დღევანდელი ბრძანებით პარკებში დაცვის პოლიციას მერიის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ჩაანაცვლებენ. იურიდიული სამსახურის უფროსის განმარტებით მერია დაცვის პოლიციას მომსახურებაში სოლიდურ თანხას უხდის. საკუთარი სამსახურის ჩამოყალიბებით კი ბიუჯეტს დაზოგავს. ეს არ არის სამსახური, რომელსაც კანონის შესაბამისად, რომლის თანამშრომლებსაც აქვთ იარაღის ტარების უფლება, შესაბამისად მათ არ ექნებათ იარაღი, არ იქნებიან აღჭურვილი იარაღით. პირადად გიგი უგულავას ეს სამსახური თუ დაიცავს? არა, მერის უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სპეციალური სამსახური. საკრებულოში ახალი სამსახურის შექმნის შესახებ მედიით შეიტყვეს. თინა ხიდაშელი, რომელიც დეპუტატობის მანდატის მიღებამდე ჯერ კიდევ საკრებულოს მოქმედი წევრია, აქ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ხედავს. ხიდაშელის აზრით თბილისის მერი საკუთარი ძალოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბებას ცდილობს, რომელიც კუდის ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდება. ამ სამსახურებში თუ ეს ხალხი დასაქმდება, ვიზეთ ჩვენ საუბრობთ, იმათ თვითონ აქვთ იარაღის ტარების უფლება. ამიტომ სამსახურეობრივ მათ სამსახურს ექნება თუ არ ექნება იარაღის ტარების უფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ამ სამსახურში დასაქმებულ პირებს არ ექნებათ ეს უფლება მოსილება. ახალი სამსახურის დაფინანსების მისაღებად მერიამ საკრებულოს უნდა მიმართოს. ამ ინსტანციის გავლის შემთხვევაში მომავალი დეპუტატი უკვე საკანონმდებლო დონეზე აპირებს მერიის ინიციატივის დაბლოკვას.
მერიის კიდევ ერთი გადაწყვეტილება დენი ნაგავს აღარ დაწვავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების ხარჯები აღარ იქნება მიბმული. კანონი, რომელიც ჯერ კიდევ 15 თვის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოში ხმაურით მიიღო, უქმდება. არჩევნებიდან 10 დღის შემდეგ მერია ნაგვის გადასახადის ახალ მექანიზმზე იწყებს მუშაობას. არ არის გამორიცხული, რომ დასუფთავების ხარჯები საცხოვრებელი ფართის მიხედვით განისაზღვროს. საკრებულოს უმრავლესობამ უმცირესობას ინიციატივა ჩამოართვა. ვიდრე საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია ჟურნალისტებთან სამომავლო ინიციატივის დეტალებზე საუბრობდა, აღმოჩნდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას იგივე საკითხი განხილული და თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა. ასე უპასუხა კოკიონ ნათამიშვილმა ჯაბა სამუშიას მოთხოვნას ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის გამიჯვნის შესახებ. საკრებულოს პირველ სხდომაზე პირადად ჩემი ინიციატივით წარდგება გადაწყვეტილების პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დენისა და დასუფთავების გადასახადის ისევ გაყოფა და იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც მიიღო საკრებულომ 2011 წლის ივნისში. დასუფთავების და დენის გადასახადი ერთმანეთისგან რომ იყოს განცალკევებული, ამასთან დაკავშირებით მერია რამოდენიმე მოდელზე მუშაობს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც თბილისის მოსახლეობა უმეტესწილად გამოიყენებდა სწორედ კომუნალური გადასახადებისათვის, ბუნებრივი აღარ მუშავდება, აღარ ამოქმედება. აქედან გამომდინარე, მერიამ შეიმუშავა რამოდენიმე მოდელი და ეს მოდელი იქნება განხილული. დასუფთავების გადასახადის შესაძლოა საცხოვრებელი ფართის მიხედვით განისაზღვროს. კოკიონ ნათამიშვილს კონკრეტული მოდელი არ დაუსახელებია. ის დღემდე ერთ-ერთი იყო თბილისის მთავრობიდან, რომელიც ჯერ კიდევ მარტში გადაწყვეტილების ისორეზე საუბრობდა. იმისათვის, რომ დღეს არსებული დასუფთავების ხარისხი ქალაქში შენარჩუნებული იყოს, ამგვარი გადაწყვეტილება სრულიად ადეკვატურია. საკრებულოს წევრისა და თბილისის მერის ტექსტი გადაწყვეტილების ისორეზე მაშინ იდენტური იყო. გვიხარია, რომ დილით ძაღლს რო გავასეირნებთ, მთელი ჯარია გამოსული და ჩვენ ქალაქს ასუფთავებს, მოიდადირივით. ერთადერთი ვინც კანონის მიღების დღიდანვე დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილების უსამართლობაზე საუბრობდა, თბილისის მოსახლეობა იყო. ძალიან დიდი თანხა მოდიოდა ახლა ჩვენთვის, როცა უმუშავარი ადამიანი ხომ თავისთავად ძალიან გვიჭირს მაგის გადასახადი. სად დენი და სად ნაგვის გადასახადი. ეს ალბათ ვიღაცის ინტერესებში იყო, რომ ნაგვის გადასახადს ხალხი ასე თუ ისე არ იხდი და დენი რო არ გადაეხადა, ჩაუჭრიდნენ და ვიღაცის ინტერესებში იყო და რა თქმა უნდა აძვირებდა ამას ყველაფერს. ნაგავზე უნდა იყოს ფიქსირებული გადასახადი, რომ ყველასთვის ყველა მიცოდეს კომერციული სხვა მოსახლეობისთვის სხვა. ჯერ კიდევ მარტში თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა თბილისის მერს წერილობით მიმართეს და ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოსთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დიალოგი გრძელდება, მომავალი და ახლანდელი მთავრობის წარმომადგენლები უკვე მესამე დღეა ერთმანეთს ხვდებიან. მინისტრობის კანდიდატები თავად ზვერავენ სიტუაციას იმ უწყებებში, რომლებიც რამდენიმე კვირაში უშუალოდ უნდა ჩაიბარონ. იმის გამო, რომ მოქმედი მინისტრების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება, ზოგან სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობის პირველი პირების პირისპირ შეხვედრა ვერ ხერხდება. მას შემდეგ, რაც გუშინ მეცხრე არხმა ადეიშვილი ქვეყნიდან გაქცეულად გამოაცხადა, იუსტიციის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად გაავრცელა ცნობა, რომ მინისტრი 5 ოქტომბრიდან შვებულებაშია. ვნახოთ დაბრუნდება თუ არა ის შვებულებაში. იმის მიუხედავად, რომ მასპინძელთა ნაწილი ადგილზე არ იმყოფება, მესამე დღეა თითქმის ყველა სამინისტროში სტუმრიანობაა. მომავალი მთავრობის წარმომადგენლები უწყებებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან და სამომავლო გეგმებს ადგენენ. კორუფციაში გულისხმობა რა იმდენად იმქვედადონის კორუფციას არამედ ვითარებას, როდესაც ერთი კონკრეტული ფირმა ამარაგებს თელ ციხეს ხშირად სპეკულატიური ფასებით. მეორე გაადამიანურება სისტემის, რომ სისტემა იყოს პატიმრის რესოციალიზაციაზე ორიენტირებული და არა მის პიროვნების განადგურებას და დათრგუნვაზე. თავის მხრივ მთავრობის ამჟამინდელი წევრები პირობასდებენ, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს გადაბარების პროცესი გაგრძელდეს საკმაოდ ნორმალურ ვითარებაში, იქნება კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში. სასჯელო ხსრულების სამინისტროსგან განსხვავებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის წარმომადგენელს უწყების ხელმძღვანელი არ დახვედრია. დიმიტრი შაშკინის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ასეთივე მდგომარეობა დახვდა იუსტიციის სამინისტროში მისულ თეაწულუკიანსაც. სამინისტროს ინფორმაციით ზურაბ ადეიშვილი 5 ოქტომბერს შვებულებაში გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მანამ სანამ დამტკიცდება კანონის შესაბამისად მინისტრთა კაბინეტი, ჩვენ ვიქნებით მუდმივ კონტაქტზე, რომ რაც შეიძლება უპრობლემოდ მათი მხრიდან გადმობარდეს ხელისუფლება იუსტიციის სამინისტროში. ჩვენი წინამორბედის კლანჭებში, ვინც იყო ბიზნესმენი, მათ შეუძლიათ ისუნთქონ თავისუფლად. ჩვენ ჯერ რეაგირებას არ ვახდენთ, ჩვენ ვეცნობით, რეაგირებას მოვახდენთ ისევად, როდესაც ირაკლი ალასანია შეუდგება თავის
მოვალეობების შესრულებას. სავარაუდო შემცვლელს არ დახვედრია არც ნიკარულოა. კულტურის მომავალი მინისტრი ამბობს, რომ ამჟამინდელი მინისტრი ფრანკფურტში წიგნის ფესტივალზე იმყოფება. გურა მოდიშარია დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და პირობასდებს, რომ კულტურა რომელიმე პოლიტიკურ ძალას აღარ დაექვემდებარება. იქნება ადამიანები, იქნებიან, რომლებიც დღეს მუშაობენ და გააგრძელებენ თავისთავად მუშაობას და რომლის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენთვის კულტურის სამინისტრო, იქნება ახალი ხალხიც მოვა. და მოკლედ შეიქმნება ესეთი გუნდი, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს და არა რომელიმე ერთ ჯგუფს, ერთ პარტიას და ასე შემდეგ. სამინისტროებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები მანამ გაგრძელდება, ვიდრე პარლამენტი მომავალი მინისტრების კანდიდატურებს არ დაამტკიცებს. თვის ბოლომდე ისიც გაირკვევა ხელისუფლების დაპირებული უმტკივნეულო გადაბარება, ვისთვის აღმოჩნდება მტკივნეული. ახალი მთავრობის დამტკიცება ახალი მოწვევის პარლამენტს ახალ შენობაში მოუწევს. ეს მოხდება იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის შენობა უსაფრთხო არ არის. დეპუტატების ნაწილი ქუთაისში ჩაფხუტებით და საწვიმარებით აპირებს წასვლას შენობაში, რომ წვიმა ჩადის, ეს მეცხრე არხის კამერამაც დააფიქსირა. პარლამენტის აპარატში ამბობენ, რომ მშენებლები 10 დღეში დაასრულებენ სამუშაოებს, თუმცა არის ეჭვი, რომ პროცესი მინიმუმ 2 თვე მაინც დასჭირდება. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არც კარი აქვს, არც ავტოსადგომი, არც ლიფტი და არც ავეჯია შეტანილი. 20 ოქტომბრამდე კი 10 დღეა დარჩენილი. 20 ოქტომბერს ახალი და ძველი პარლამენტარები ერთად უნდა შეიკრიბონ. პარლამენტის შენობაში კი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილი, სადაც ახალარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, მომავალმა დეპუტატებმა გია ცაგარეიშვილმა, ზურაბ ტყემალაძემ და გიგლა აბულაშვილმა დაათვალიერეს. მე მგონი პირველი სხდომა ისევ ჩაფხუტებით, რა თქმა უნდა. თავზე რამე არ დაგვეცეს, ვინმე სანმე არ ჩავარდეს, ვინმეს დენმა არ დაარტყა, სანამ სანმე ფეხი არ დაუცურდეს. აი ეს ბატონები მე იქ თითი რამბებს რო უძღვნიდნენ ამ შენობას და ტყელტყელებს რომ ელაპარაკებოდნენ, დაახლოებით 5-6 თვის უკან უნდა ჩამოიყვანო აქ და ის უნდა გააწმენდინო ეს ტელეფლიგელი იქ, დააკავებინო ბარი, დააკავებინო ცოცხი, ცოცხები კი უყვართ ცოცხლეთ და დააყენო და გამოგაონ იქაურობა. პროექტის ფინანსური მენეჯერი ზურაბ ციკლაურის მტკიცებით, პარლამენტის მშენებლობა ევროპული სტანდარტებით მიმდინარეობს, თუმცა მეცხრე არხის კამერამ დააფიქსირა, რომ ახალი სტანდარტებით აშენებულ შენობაში წვიმა ჩადის. თქვენ თვითონ შეხედეთ, გაიარეთ, გადაიღეთ და დააფიქსირეთ, რომ ყველაფერი შეესაბამება ევრო სტანდარტებს. პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი ამბობს, რომ 20 ოქტომბრის სხდომისთვის დარბაზი მზად არის, თუმცა როდის დასრულდება მშენებლობა, ინფორმაცია არ აქვს. ყველაფერობა იმისთვის, რომ სხდომა ჩატარდეს. რაც შეეხება ძირითად შენობას, როგორც მშენებელი იძახის, დაახლოებით 10 დღეში ყველაფერი დასრულდება. რამდენად დასრულდება, ამას მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე მათთან მიგიწევთ, არც მშენებელი ვარ და არც იმის გამოსცემლობა მაქვს, რაც ჩემი სამუშაო რამდენ დღეში დასრულდება. მომავალი პარლამენტარების გარდა უკმაყოფილოები არიან აპარატის თანამშრომლებიც, რომლებიც პარლამენტის დედაქალაქიდან ქუთაისში გადატანეს აპროტესტებენ და გაზრდილ ხარჯებზე საუბრობენ. რომ ყოფილიყო რაღაცა ხელშეწყობა, ხო ხდებით ინფრასტრუქტურა, ან ბიძით უზრუნველყოფა, ან რაღაცა დანამატი ხელფასის. ნუ რაც ჩვეულებრივად ხდება სხვა ქვეყნებში რაღაც გეგმით მოქმედებს სახელმწიფო, ხო? აი ეს ჩვენ შემთხვევაში არ ყოფილა. ამიტომ ძალიან ძნელია. მომავალი უმრავლესობა აცხადებს, რომ ახალ პარლამენტში არსებული ვითარების მიუხედავად პირველი სხდომა მაინც ქუთაისში გაიმართება. უნივერსიტეტში სტუდენტები რექტორის შეცვლას ითხოვენ ამ შესახებ. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. შედის თუ არა მომავალი ხელისუფლების გეგმებში ამნისტია? რა კრიტერიუმით გადაიხედება პატიმართა საქმეები? განსაკუთრებული სისასტიკით სასამართლოს განაჩენები არის გამოტანილი იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ვერ გატეხეს. დიდი მოლოდინი გვაქვს და როგორ გითხრათ, ყოველ წუთს, ყოველ საათს ველოდებით. ბადა, რომელსაც საზოგადოება ქართულ ოცნებას უწესებს და დაპირებები, რომელთა შესრულებასაც მოქალაქეები პირველ რიგში ელოდებიან. კულტურა გაიმისნოს პოლიტიკიდან, სპორტი გაიმისნოს პოლიტიკიდან, პენსიის გაზრდა, სამართლიანობა აღდგეს და გაღიმებული თბილისი დავინახოთ. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე, ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო უცნობზე FM 98. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ფართო მასშტაბიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობს. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ ასობით საქმეზე გამოტანილი განაჩენი ეჭვის საფუძველს იძლევა. პატიმრების რაოდენობით საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზეა. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების მიხედვით კი არაერთ საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება. პატიმართა ოჯახის წევრები წლების მანძილზე უშედეგოდ აპროტესტებდნენ სასამართლოს უკანონო განაჩენებს. ნახეთ, ვის რა ფორმით შეიძლება შეეხოს ამნისტია.
გოლფის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი მერა ბრატიშვილი ნარკოტიკების შეძენა შენახვა მოხმარების მუხლით სასჯელს 2007 წლიდან იხდის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში წერია, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება. ოჯახი ამნისტიის მოლოდინშია. დიდი მოლოდინი გვაქვს და როგორ გითხრათ, ყოველ წუთს, ყოველ საათს ველოდებით, რომ გადაწყდება ჩვენი ოჯახის წევრების საქმე და ისინი გათავისუფლებულები იქნებიან და ეს არ გაიწელება თვეები და მით უმეტეს წლები. ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელ აღსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ მალე დასრულდება კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ამნისტიის გარდა სასჯელის შეკრებითობის გაუქმებასაც ითვალისწინებს. ამნისტია არ არის ერთადერთი გზა, რომელთაც შეიძლება მოხდეს ციხეების განტვირთვა. აქ არის ერთის მხრივ ამნისტია, მეორეს მხრივ აქ შეიძლება იყოს შეწყალების უფრო ეფექტური ამოქმედება, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფრო ეფექტური ამოქმედება, ხოლო მომავალში ლიბერალიზაცია სილხელსამართლებრივი პოლიტიკის. თინა ხიდაშელი განსაკუთრებულ პრობლემას არაადეკვატურ სასჯელსა და უსაფუძვლოდ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნი დაკავებულ ადამიანთა სიმრავლეში ხედავს. თუ ადამიანი ტყუილაზის ციხეში ტყუილად არაფერი არ ჩაუდენია, ის უნდა გამოვიდეს დაუყოვნებლივ ციხიდან. ჩვენი პირველადი ვალდებულება ხალხმა ჩვენ იმიტომ მოგცა ხმა და იმიტომ მოგცა ეს მანდატი, რომ სწორედ ასეთი ადამიანების ბედი უნდა გადავწყვეტოთ პირველ რიგში. უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ამნისტია მხოლოდ მსუბუქი კატეგორიის დანაშაულზე არ უნდა გავრცელდეს. განსაკუთრებული სისასტიკით სასამართლოს განაჩენები არის გამოტანილი იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ვერ გატეხეს, მათ შეუფარდეს ის მძიმე მუხლები, რომლებიც თითქოს ერთი შეხედვით ამინისტიას არ ექვემდებარება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ წინასწარი პატიმრობის, სასჯელების დაჯამებისა და ზოგადად პატიმრობის მიმართ არსებული პრაქტიკა შესაძლებელია. პატიმრობა მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა იყოს. გათავისუფლება ამნისტიის გარეშე ქართული სამართლისათვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ თამაზ თამაზაშვილის საპროცესო გარიგების საფუძველზე მის მიერ ბრალის აღიარების გარეშე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა გენერალმა არ იცის უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მისი სიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებას. 3 წელი და 6 თვე სწორედ ეს სასჯელი შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ზუსტად 5 დღეში დააპატიმრეს. ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში გამარჯვებიდან 10 დღეში თამაზაშვილი კვლავ თავისუფალია. აი ეს არის ჩემი ნიკოლოზი. პირველი კომენტარი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა თამაზ თამაზაშვილმა მერვე საპყრობილესთანვე გააკეთა. მე ყოველთვის ვეროდი განთავისუფლებას, იმიტომ რომ მართალი კაცი ვიყავი, ავტომატით ჩამიდეს და ბეკამეთის როგორ ააპიარეს და თითქოს გამტაცებელი ვიყავი, თითქოს ნარკოტიკებში ვიყო, ყველაფერი ტყუილი. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი პროკურორსა და მის ადვოკატს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. შეთანხმება გუშინ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ მის მიერ ბრალის აღიარების გარეშე დაამტკიცა. კანონმდებლობით დაშვებულია სასჯელზე შეთანხმების პრინციპით საპროცესო შეთანხმების გაფორმება ისე, რომ ბრალდებულმა არ აღიაროს ბრალი და თავი არ ცნოს დამნაშავედ, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან იშვიათია, შეიძლება ითქვას, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია, რომ ვინმეს მსგავსი სახით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. თამაზ თამაზაშვილს ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. პოლიციის თადარიგის გენერალი 2011 წლის 11 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადიდან ზუსტად 5 დღეში დააკავეს. ბატონი თამაზაშვილი იქნება ჩვენი პარტიის წევრი და ამავდროულად, როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, თამაზ თამაზაშვილი დაიჭერს ერთ-ერთ წამყვან პოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მას ამის კარგი გამოცდილება გააჩნია. დაიკავებს თუ არა რაიმე თანამდებობას პოლიციის ყოფილი გენერალი მისი სიზის მინისტრად დანიშვნის შემდეგ. ამ შეკითხვაზე პასუხი თამაზ თამაზაშვილს ჯერ არა აქვს. დაბრუნდებით თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში? ჯერ არაფერი არ ვიცი, აგერაცულია. საპროცესო გარიგების საფუძველზე თამაზ თამაზაშვილს სასჯელი 1 წლამდე შეუმცირდა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის სიმამს სასჯელის ვადა ოფიციალურად ხვალ 11 ოქტომბერს ეწურება. თუმცა პატრიარქის კურთხევითა და თხოვნით ყველა მსჯავრდებულს პატიმრობიდან ვადის გასვლამდე 1 დღით ადრე ათავისუფლებენ.
ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე კი საპატიმროს წელიწადსა და 10 თვეში დატოვებს. არჩევნების შემდეგ დემეტრაძის გათავისუფლების საკითხი ფეხბურთელების მხრიდან კვლავ დღის წესრიგში დადგა. თუმცა ამჯერად ხმა უფრო მეტმა ადამიანმა ამოიღო. ფეხბურთელის დაკავების დღიდან დემეტრაძის გათავისუფლების აქტიურ კამპანიაში მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენი იყო ჩართული. პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად ფეხბურთელებს სოლიდარობის გრძნობას დაუბრუნდათ. გიორგი დემეტრაძე, რომელიც საპატიმროში სასჯელს უკვე 2 წელია ეხდის 28 აგვისტოს პრეზიდენტმა შეიწყალა და პატიმრობის ვადა გაუნახევრა. დემეტრაძის ადვოკატ მარიკა ფხალაძის თქმით, ფეხბურთელის შეწყალებით უკმაყოფილოა და მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს ელოდება. არავის მოწყალება მის სასჯელთან დაკავშირებით არ ჭირდება და მისი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ გამართლდეს. ანუ შეწყალება ეს არის თემა, რომ პიროვნება არის დამნაშავე. გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ მას შემდეგ დადგა, რაც მედიით პატიმრების წამების სამსახველი კადრები გავრცელდა. თუმცა 2010 წელს, როდესაც ფეხბურთელი დააკავეს, მის გასათავისუფლებლად მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენი აქტიურობდა. ყაველაშვილი, ყიფიანი, კალაძე, მათ შორის მეც ვიძახდით ამას, რომ უდანაშაულო იყო დემეტრაძე. თქმას გააჩნია როდის იტყვით. ეხლა კარგია ბიჭები, რომ ეხლა მაინც რო იძახიან, რომ უნდა განთავისუფლდეს რა და ავიცი ადრე რატო არ იძახდნენ ძალიან მეც მაინტერესებს, მაგრამ მე ალბათ უფრო მე პოლიტიკურ ამბავს დავარქმევდი მაგას, რომ ხო ვერ იძახდნენ, ვიდრე არ იძახდნენ. ფეხბურთელ შოთა არველაძის ინფორმაციით, გიორგი დემეტრაძე შესაძლოა საპატიმრო ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლო. ინფორმაციაც მაქვს და იმედიც მაქვს, რომ ერთ კვირაში გაათავისუფლო. ახლა რაღაც თხოვნით მივარეთებული ის მოწერები გროვდებოდა ერთი თვის წინ, ვინ მოაწერა, ვინ არ მოაწერა, ჩაიხედოს ყველა თავის გულში, სიასაც დახეთოს თუ ძალიან აინტერესებს. ფეხბურთელების ბოლო დროს გააქტიურებას პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირებს დემეტრაძის ადვოკატიც. როდესაც ეს უთხარით გიორგის რომ ფედერაციამ ორი განაცხადა დახასიათების მიცემაზე, მისი პასუხი იყო ეს, რომ რაქნან ალბათ ეშინიათ ბიჭებს, რომ ჩემს გვერდით არ აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ისა უკავშირებს ამას, რომ აი შეიცვალა და დღეს ხმის ამოღების არავის აღარ ეშინია. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დემეტრაძე ციხეს წელიწადსა და 10 თვეში დატოვებს. მანამდე კი ვეტერანები ახალგაზრდა ფეხბურთელებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. დაკავებიდან 22 დღეში გლდანის საპყრობილეში ფარულად გადაღებული ვიდეო ჩანაწერის ერთ-ერთი ავტორი მერვე საპყრობილის ყოფილი ოფიცერი დათა აკობია თავისუფალია. 2 საათის წინ ის მთავარი პროკურატურის შენობიდან თბილისში საკუთარ ბინაში გადაიყვანეს. მოწმის სტატუსით დაკავებულის გათავისუფლებას წინ უძღოდა პრესკონფერენცია, რომელზეც მისი ადვოკატები აკობიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ეჭვს გამოთქვამდნენ. ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვისაც უცნობი იყო. დათა აკობია 19 სექტემბერს საქართველოს სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას სადახლოს საბაჟოზე დააკავეს. საგამოძიებო უწყებაში დღეს განმარტეს, რომ პატიმართა წამების ფაქტებზე მოწმის სტატუსით დაკავებული პირის უსაფრთხოების მიზნით დათა აკობიას კონსპირაციულ ბინაზე ამყოფებდნენ. ზუსტად 22 დღე ყავდათ ეს კაცი მძევლად აყვანილი და გვეუბნებოდნენ, რომ კონსპირაციულ ბინაში ყავდათ და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას არანაირი საფრთხე არ ელოდება ნორმალური ხელისუფლებისგან, საფრთხე ელოდებოდა ისევ პროკურატურისგან და ისევ მიშას კრიმინალური დაჯგუფებისგან. სხვა საფრთხე მას არ ემუქრებოდა. ნუ რა, ეხლა კაც მოახდინეს ადამიანის იზოლაცია, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ მიგვიღო ზუსტი ინფორმაცია რა ხდებოდა ციხეებში. რავადა საძლევს ხალხი ახალ ხელისუფლებას წინა საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად მეცხრე არხმა მცირე გამოკითხვა ჩაატარა. მაქსიმალური დრო, რომელიც გამოკითხულებმა ქართულ ოცნებას დაუწესეს 1 წელია. დაბალი ფასები, შემცირებული ტარიფები, დასაქმება, ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა. ამ მრჩეველი ეფექტურ ქმედებებს ხელისუფლების გადაბარების პირველი დღიდანვე ითხოვს. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით ახალ ხელისუფლებას როგორც წესი მედია აზრიან ვადას აძლევს ხოლმე, თუმცა საქართველოში ასეთი ლოიალობის ცუდი გამოცდილება არსებობს. არჩევანი გაკეთებულია. 1 ოქტომბრის შემდეგ პლაკატის ნარჩენებზე გამოსახული კანდიდატებისგან ამ მრჩეველი უკვე რეალურ ცვლილებებს ელის. საკუთარ მოთხოვნებს ზოგი ხეზე წერს, ზოგიც კამერასთან ამბობს. რომელი დანაპირების შესრულებას მოითხოვთ პირველ რიგში ახალი ხელისუფლებისგან. ამ თემაზე მეცხრე არხმა მცირე გამოკითხვა ჩაატარა. როგორც ადვოკატი და უფლებადამცველი, პირველ ყოვლისა სამართლებრივი სივრცე უნდა გაიწყოს. სწავლის ფასის დაკავება. სტუდენტი ვარ და ჩემთვის თავარი პირველ რიგში ეგა. ჩემი ემიგრანტის შვილი და დამიბრუნდეს თავის სოშიით, თავის სამშობლოში. თავისუფლება. მე მაგ პირობით მაგალითად და ცოტა ისეთ მომარებაში ვიყავი ხოლმე. არ მინდა ასეთი სიტუაცია თუ პირობითი მაქვს, ხო ჩაულებრივი მოხალხე ვარ.
კულტურა გაიმიჯნოს პოლიტიკიდან, სპორტი გაიმიჯნოს პოლიტიკიდან, პენსიის გაზრდა, სამართლიანობა აღდგეს და გაღიმებული თბილისი დავინახე. ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა ვადას მისცემს საზოგადოება ახალ ხელისუფლებას დანაპირების შესასრულებლად. მაქსიმალური დრო, რომელიც გამოკითხულებმა ქართულ ოცნებას დაუწესეს, მათი საპარლამენტო მოღვაწეობის მეოთხედი, ანუ 1 წელია. მაქსიმუმ 6 თვეში ალბათ. ზამთრამდე მე მგონი უნდა იყოს, ხო? ახალ წლამდე. 2-3 თვე. ომირო დამთავრდა, თქვენ ბავშვები ხართ, ახლა მე მახსოვს და უკვე მომდევნო დღეებში იგრძნობოდა ხალხის კეთილდღეობა. თუ ველოდე მე 5 წელი რომ რაღაც უპირატესობა ვიგრძნო, არ ვიცი, ძალიან დიდი დროა. სოციალური პრობლემები, რომელიც გამოკითხულთა უმრავლესობას აინტერესებს, ამირან გამყრელიძის მომავალმა უწყებამ უნდა გადაწყვიტოს. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ვადებზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევის შედეგს მოსახლეობა ხელისუფლების გადაბარების პირველივე დღიდან იგრძნობს. ყველაზე მეტი კითხვა მოდის ამასთან დაკავშირებით. რა დროში შეიძლება? ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გეუბნებით დამოკიდებულია რაც მალე ჩვენ დავამტკიცებთ 2013 წლის ბიუჯეტს. ადამიანს, რომელიც მიდის საავადმყოფოში, აღარ შეეკითხებიან, ფული გაქვს თუ არა გაქვს, აღარ შეეკითხებიან, შენ დაზღვევის პოლისი გაქვს თუ არა გაქვს. არის დაპირებები, რომელსაც შედარებით გრძელვადიანი პერიოდი ჭირდება მათ ასრულებას. არის დაპირებები, რომელიც ჯერ ხელისუფლებაში სრულად არ მოსულა და უკვე შევასრულეთ, მაგალითად ბენზინი გაიარა. დაბალი ფასები, ტარიფების შემცირება, დასაქმება, ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა. მოსახლეობა ეფექტიან ქმედებებს მალევე ელის. საზოგადოებას სურს, რომ წინა საარჩევნო დაპირებები არჩევნების შემდეგ ამ პლაკატებივით არ გაქრეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის შეცვლას ითხოვენ. ლაბორატორია 1918 წევრების სანდრო კვიტაშვილისაგან გადადგომის შესახებ განცხადებას ელოდებიან. პარალელურად სოციალურ ქსელებში უკვე სახელდება რექტორის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა. ყოფილ მინისტრსა და უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს ვადა დაახლოებით 2 წელიწადში ეწურება, როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, ის გადადგომას არ აპირებს. არ შეიძლება რომ ქვეყანაში ყველაფერი იცვლებოდეს და ესეთ მნიშვნელოვან ადგილას როგორც არის უნივერსიტეტი რჩებოდეს ყველაფერი ისე როგორც იყო იქამდე. ლაბორატორია 1918 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას მოითხოვს. სტუდენტები სანდრო კვიტაშვილისგან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში ელოდებიან. იმ სისტემაზე რომელზეც უარი თქვა სტუდენტებმა პირველ რიგში თემა საზოგადოება რამოდენიმე 1 კვირის წინ ეს სისტემა შენარჩუნებულია დღეს უნივერსიტეტში. ამიტომ აუცილებელია რომ უნივერსიტეტში დავანგრიოთ. ადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, თუმცა ამისთვის საჭიროა ჯერ რომ გადადგეს. მე მოუწოდებ სანდრო კვიტაშვილს თავად თავკუთარი სურვილით გადადგეს ამ თანამდებობიდან. სანდრო კვიტაშვილი უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2010 წელს ხმათა უმრავლესობით აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მას ვადის ამოწურვამდე დაახლოებით 2 წელი აქვს დარჩენილი, რექტორობის რამდენიმე კანდიდატურა უკვე სოციალურ ქსელებშიც სახელდება. მე საერთოდ მომხრე ვარ ერთი პრინციპის. ქვეყანა რო დაინგრეს, კანონი უნდა შესრულდეს. დღეს მოქმედი კანონით რექტორმა უნდა იმუშაოს, რექტორმა უნდა გააგრძელოს მუშაობა. ვიმეორებ, თუკი მან თვითონვე არ გადაწყვიტა, რომ ან მიდის, არა სხვა წინააღმდეგობას მე ამაში ვეფხება. საკუთარ კანდიდატურებს საზოგადოება ხელისუფლებას ჯერჯერობით სოციალური ქსელებიც სთავაზობს. მათ შორისაა პროფესორების მარია მუსხელიშვილის და მარინა ჩიტაშვილის კანდიდატურებიც. ჩიტაშვილი საზოგადოებას ნდობისთვის მადლობას უხდის, თუმცა თვითონ რექტორის არჩევნების გზით კანონით დადგენილ ვადებში შეცვლის მომხრია და ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურებს ასახელებს. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი პატივი დამდომე. მე დავასახელებდი 2 ადამიანს, ეს არის გია დვალი და ზაზა კოკაია. ესენი არიან უნივერსიტეტის უცხოეთში წასული პროფესორები, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანეს თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში. რექტორის შეცვლის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. მათივე ინფორმაციით სანდრო კვიტაშვილი ძველებურად განაგრძობს მოვალეობის შესრულებას და ის გადადგომას არ აპირებს. თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ სტრიპტიზ კლუბ დივასათვის გადარიცხული 3736 ლარი და რეაბილიტირებული შენობები, რომლებიც უკვე ინგრევა. მერიის დაფუძნებული ფონდების ბუნდოვანი ხარჯ-საღრიცხვის გასაჯაროებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს. 288 მილიონი ლარი ის სავარაუდო თანხაა, რომელიც მერიამ 2005 წლიდან დღემდე ძველი თბილისისა და თბილისის განვითარების ფონდებს რეაბილიტაციისთვის გადაურიცხა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თანხის არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობს და საბიუჯეტო ანგარიშის გამოქვეყნებას ითხოვს. ამ ფონდში გადარიცხული თანხების გაურკვეველი ნაწილი ირიცხებოდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ანგარიშზე, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ამ კომპანიაში თანხის გადარიცხვის არაფერი საერთო არ აქვს ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან.
თბილისის მერიისა და ფონდის საქმიანობას ეჭქვეშ აყენებენ საკრებულოს წევრები და არქიტექტორთა ნაწილი. კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ძველი თბილისის რესტავრაციაზე არაპროფესიონალები მუშაობდნენ და დაქირავებულ კომპანიებს მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება არ ჰქონდათ. ის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენს გვაქვს, არ იძლევა და იძლევა იმეჭვის საფუძველს, რომ ეს თანხები მიზნობრივად არ იყო გახარჯული. სტრიპტიზ ბარ დივას ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მის ორგანიზაციაში ერთი საღამოს თანხა მართლაც თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან ჩაირიცხა. მისი თქმით, კერძო პირების გართობის თანხას დივაში სხვადასხვა ორგანიზაციები და კომპანიები ხშირად იხდიდნენ. მე მარტო ერთი შემიძლია გითხრათ, რომ მე მაღალ ჩინოსანი დივაში არავინ არ მინახე ცნობადის სახეები, ახლა ვისაც ხედავს ტელევიზორებში და ცნობადის სახეები არ მინახია. თბილისის განვითარების ფონდში პასუხობენ, რომ ხარჯთაღრიცხვაზე კომენტარი მერიამ უნდა გააკეთოს. მერიაში კი წერილობით მიმართვას გთხოვენ. ჩვენ არ გვყავს პრესსამსახური, მერის პრესსამსახურს უნდა მიმართოთ. მაგრამ თქვენგან ვინ არის ანგარიშვალდებული პირი? ჩვენგან თავმჯდომარე ალბათ. და იქნებ თავმჯდომარე ჩავწეროთ. ახლავთ არ არის. სამოქალაქო საზოგადოების წევრები ხარჯების გამჭვირვალობასთან ერთად მერიას კიდევ ერთ კითხვაზე სთხოვენ პასუხს. რატომ ინგრევა მათი პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული შენობები, რომელთა აღდგენაც მილიონობით ლარი დაჯდა. თიტო ცინცაძის ახალი ფილმი მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს. ფილმი სანქტ-პეტერბურგის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორიცაა. 97 წუთიანი ფილმის საუნდტრეკი გიო ცინცაძეს ეკუთვნის, ხოლო მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. შემოჭრის ქართული პრემიერა თბილისის კინოფესტივალზე დეკემბერში შედგება. ფილმი, რომელიც რეჟისორმა თიტო ცინცაძემ 1 წლის წინ გერმანიაში გადაიღო, უკვე 2 საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორია. შემოჭრა მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზი მიიღო. მონრეალის ფესტივალზე მოვიპოვეთ ჟიურის გრან-პრი. მერე ფილმი აჩვენეს სანქტ-პეტერბურგის ფესტივალზე, სადაც მერაბ ნინიძემ აიღო მთავარი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. როგორც თიტო ცინცაძე ამბობს, ფილმში მაყურებელი განსხვავებულ მერაბს ნახავს. ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელსაც გარდაცვლილი ცოლის ნათესავები ჩაუსახლდებიან. ძალიან ბევრი ქართული ელემენტია ფილმში, მაგრამ ეს ფილმი, როგორც თქვა, აღიქვეს ევროპაში, სადაც აჩვენეს, რეგიონი რუსეთში, კანადაში. ყველგან დაინახეს ამაში მეტაფორა, დაინახეს დღევანდელ ევროპაზე. გერმანულ ენაზე მოთხრობილ ქართულ ისტორიას ჩვენი მაყურებელი თბილისის მე-13 კინოფესტივალზე იხილავს. შევთანხმდით მე და დიტო, რომ ამ ფილმის ჩვენება იქნებოდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება დეკემბერში. წელს ფესტივალი ჩატარდება 3-დან 9 დეკემბრამდე. თიტო ცინცაძე მრავალი წელია გერმანიაში მოღვაწეობს, თუმცა მის ფილმებში ხშირად მონაწილეობენ ქართველი მსახიობები. ყველაზე ნაყოფიერი თანამშრომლობა, როგორც თავად ამბობს, გიორგი ნაკაშიძესთან ჰქონდა. ჩემი პირველი სერიოზული ფილმი, სადაც თავარი როლი ვითამაში იყო დიტოსის ზღვარზე, რომელმაც ასევე ლოკარნოს ფესტივალზე სერიოზული პრიზი მიიღო და მე შემდეგ ერთად გავაკეთეთ დიდი ხნის შემდეგ რევერსი იყო ესეთი პატარა ფილმი, რომელიც რომ ალბათ კიდევ ბევრჯერ ვიმუშავებთ ერთად, იმიტომ რომ არსებობენ რეჟისორები მსახიობებისთვის, რომლებთანაც მუშაობა მსახიობებისთვის ყოველთვის ბრჭყალებში, მაგრამ იოლია. იოლი არაფერი არ არის, მაგრამ ისინი ძალიან გიადვილებენ მუშაობას. თიტო ცინცაძე კვლავ აგრძელებს აქტიურ მუშაობას გერმანიაში და მის მომდევნო ფილმებშიც მაყურებელი აუცილებლად იხილავს ქართულ მსახიობებს. როგორც გითხრა, ფილმი, რომელზეც უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას, უფრო ნათელი და იმედის მომცემი იქნება, ვიდრე სხვა კინოსურათები, რომლებიც აქამდე გადაუღია. და ბოლოს ეკაბერიძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახებ თავად გვესაუბრება ეკა საღამოშვიდობისა. ნათია საღამოშვიდობისა, მივესალმები მეცხრე არხის მაყურებელს. მთავარ კითხვას საჯელახსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი უპასუხებს იმის შესახებ, თუ რა კონფრონტაცია აღკვეთეს თბილისის ქუჩებში არჩევნების ღამეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა. მასთან რა თქმა უნდა, ყველაზე რთული სისტემის რეფორმებზეც გვექნება საუბარი. გადაცემის მეორე ნაწილში როგორ უნდა ჩაერთოს საზოგადოება მთავრობის დაკომპლექტების პროცესში. იანთაძე იქნება ამ თემაზე ჩვენი სტუმარი. მადლობა ეკა, მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალი ამბის დასრულებისთანავე გავა ეთერში. თქვენ უყურებდით მე 9:09 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.